ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მუშაობას წყვეტს. ქართული ოცნების გადაწყვეტილება შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. რა არგუმენტები აქვთ მმართველ გუნდში და რას ამბობენ ოპოზიციაში თემით ჩოტიკო სადაღაშვილი შემოგვიერთდება. ირმა, როგორც უკვე ცნობილია, ქართული დელეგაცია ევროსაბჭოში მუშაობას აღარ გააგრძელებს. მიზეზი ევროსაბჭოში ქართული დელეგაციის წევრების უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხია. უფრო კონკრეტულად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მანდატების გადახედვის და ზოგადად ქვეყანაში ვითარების შეფასების პირობებში გადაწყვიტა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის აპრილამდე, თუმცა გარკვეული პირობებით. ეს პირობები კი შემდეგია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და ჩანიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს და შედეგად საქართველომ გადაწყვიტა შეწყვიტოს მუშაობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს. ქართული ოცნების დელეგაციამ დატოვა თვითნებურად ევროსაბჭოს სხდომა და ეს იმას ნიშნავდა, რომ მას იქ თვითონაც იგრძნო და თვითონაც მიხვდა, რომ იქ უკვე მას აღარაფერი აღარ ესაქმებოდა და იყო უკვე ზედმეტი და მე ვულოცავ გამარჯვებას ქართველ ხალხს, ვულოცავ გამარჯვებას ჩვენს ოპოზიციას, მთავრობა, რომელიც არის გამარჯვებული არჩევნებში და ასეთ თვლის და რომელსაც ხელში უკავია ხელისუფლება, ასე არ იქცევა. ასე იქცევა მხოლოდ ის მთავრობა, რომელიც არის წაგებული, ნირწამხდარი და რა თქმა უნდა, ეს მთავრობის მხრიდან იყო უკვე მისთვის, რომ მან დაკარგა თავისი პოზიციები. მუქარის ენით საუბარი, რომ თავმოყარე ქვეყნისთვის მიუღებელია ქართული ოცნების გორელი წევრები ამბობენ. თამარ მურალოვას განცხადებით, ჩანაწერი, რომელიც ევროსაბჭომ რეზოლუციაში ასახა, წითელი ხაზია და ქვეყნის შეურაცხყოფა, რის გამოც ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო დელეგაციის ფორმატში მუშაობაზე. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საზოგადოებისთვის განმარტავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება კავშირში არ არის ევროინტეგრაციასთან. საქართველო ერთის მხრივ რჩება ევროსაბჭოს წევრად, მეორეს მხრივ კი 2030 წლისთვის ევროკავშირში გასაწევრიანებად ემზადება. ასამბლეის ხდომაზე, რაც ყველა თითოეულმა ჩვენგანმა ვნახეთ, იყო შანტაჟის, თითქმის მუქარის ენით საუბარი იყო და მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა გუნდმა, იმიტომ რომ რა უფლება აქვთ მათ სხვა ქვეყანას, სხვა ქვეყნის წარმომადგენლობას ელაპარაკონ ასეთი ენით. ჩვენ გვინდა მათთან თანამშრომლობა, მეგობრობა და არა ის, რომ ეხლა მათ როგორც ჩვენ ბატონებმა და პატრონებმა ასე გველაპარაკონ. და საერთოდ ზოგადად ასამბლეასთან კავშირის გაწყვეტა არ ნიშნავს, რომ ჩვენი ხელისუფლება უარს ამბობს ევროპასთან და ევროკავშირთან ურთიერთობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ მათთან ურთიერთობას. და ველოდებით იმ გადაწყვეტებს, რაზეც არაერთხელ გაუსვა ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ხაზი და ველოდებით, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს და საომავლოდ უფრო ახალი პერსპექტივები და ახალი გეგმები უნდა გაჩნდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ყოველთვის თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის და ველით იმას, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მოხვდეთ იმ დიდ ოჯახში, რაც ევროკავშირი და ევროპა ქვია. როგორც უკვე გითხარით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. 134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.